როგორია ერთი ჩვეულებრივი კვირა დღე ამერიკაში მცხოვრების სტუდენტისთვის. დილას 5 საათზე ავდექი. გარეთ ჯერ კიდევ ბნელოდა, როცა სალაშქროდ წავედით. გადავწყვიტეთ ფენიქსში პაპაგოს პარკი და მისი მიმდებარე ადგილები დაგველაშქრა. პრინციპში ასე ადრე გასვლა საუკეთესო გადაწყვეტილება იყო. თან მზის ამოსვლა ვნახეთ და თან სიცხეს გადავურჩით. დაახლოებით 13-14 კილომეტრი ვიარეთ. მე და ჩემი ფლეთმეითი ევა ვიყავით მხოლოდ. სხვებს წამოსვლა დაეზარათ. წითელი მთები, უდიდესი ზომის კაქტუსები და ლამაზი ხედები არიზონას ბუნებისთვის დამახასიათებელია. შაბათ-კვირა ის დღეებია, როცა არც უნივერსიტეტში და არც ჰამფრის პროგრამის ფარგლებში არაფერი გვაქვს დაგეგმილი. ამიტომ არიზონას და ფენიქსის ირგვლივ გასვლებს და საინტერესო ამბებს ამ დღეებში ვგეგმავთ ხოლმე. რადგან პაპაგო პარკის სალაშქრო ბილიკი საკმაოდ მოკლე იყო, გზა დავიგრძელეთ და წითელი მთაც ვნახეთ. აქაური ტურისტული ადგილი. ძალიან ლამაზი იყო, განსაკუთრებით ხედები და თან ეს პატარა უცნაური გამოქვაბულები. ამ პარკთან სხვადასხვა საკმაოდ ახლოს არის ფენიქსის ცნობილი ზოოპარკი. ამიტომ შემდეგი ჩვენი დანიშნულების ადგილი სწორედ ზოოპარკი იყო. შესასვლელში თათების პრინტები დაგვხვდა ზოოპარკის ბინადრების. შესვლა დაახლოებით $35 დაიჭირა, რაც კი ძვირია, მაგრამ ამ გამოცდილებად ნამდვილად ღირდა. შესასვლელში სხვადასხვა ცხოველებსა და ქვეწარმავლებზე პატარა შემეცნებითი კუთხეა. პირველ გავლაზე აფრიკული მსუქანა ბაყაყი, შემდეგ გავლაზე უკვე პითონი დაგვხვდა გამოყვანილი. ზოოპარკში დაახლოებით 4-5 კილომეტრიანი სასიარულო ბილიკებია. თავცერ ცხოველები ვნახეთ, ისეთები, რომლებიც აქაურ კლიმატს და გარემოს უფრო ერგებიან და მე მაგალითად ცხოვრებაში არასდროს მინახავს. ლომები, მაიმუნები, ვეფხვები, ლეოპარდები. როგორც ზოოპარკის ერთ-ერთმა თანამშრომელმა გითხრა, ისეთი ცხოველები ყავთ, რომლებიც ბუნებაში ვერ ძლევენ, რადგან ზოოპარკებში ან ადამიანების ხელში არიან დაბადებულები და გაზრდილები. თუმცა გითხრა, რომ პროგრამებიც აქვთ მათი მომზადებისთვის და შემდეგ უკვე ველურ ბუნებაში გაშვებისთვის. ყველაზე საინტერესო იყო ორანგუტანგების შესახებ საუბარი მათ მომგვრელთან, რომელმაც უამრავი ისტორია მოგვიყვა ორანგუტანგ ცოლ ქმარზე და მათ შვილებზე. მოგვიყვა როგორ ცდილობდნენ გაპარვას, როგორ იგლოვეს 9 წლის შვილის დაღუპვა, როგორ უჭირთ ერთმანეთის გარეშე გაცლება. ზოოპარკის მაღაზიაშიც შევისერნე, მაგრამ უძვირესი იყო ყველაფერი, ამიტომ დიდად არაფერი მეყიდია. შუა დღისკენ სახლში დავბრუნდით, გადავივლე და ეგრევე უნივერსიტეტის კამერების დასაბრუნებლად წავედი. ძალიან გადაღლილი ვიყავი, ამიტომ დიდხანს უნივერსიტეტში არ გავჩერებულ ვარ. მოვედი ისევ სახლში, ვჭამე, სერიალს ვუყურე. ოთახი მივალაგ-მოვალაგე და წამოვწეკე. ამერიკაში ჩამოსვლის მერე ვცდილობ უფრო აქტიურად ვწერო დღეებში, რომ საინტერესო დღეები და დეტალები მომავალში გასახსენებლად მქონდეს. მოკლედ, მადლობა სამყაროს, კარგი დღე იყო.